გამარჯობა მეგობრებო, სრულწლოვანი ადამიანი დაახლოებით კილო ნახევარიდან 2 კილო ნახევარამდე საჭმელი ჭამს. ზოგი ცოტა, ზოგი მეტი. და ეს საჭმელი მაქსიმალურად 12 საათის მერე მეორე დღე დილით უნდა მოვიდე გარეთ. ანუ უნდა გადამუშავდე და გარეთ უნდა მოვიდე. თუ მოქმედება არ არის კარგი, აქედან დაახლოებით 100 დაავადებების ქვეშია ის ადამიანი, რომელიც კუჭის მოქმედება კარგად არ არის. ანუ კაბზობა. მერე გადის ეს სერიოზული, უფრო ქრონიკული კაბზობაზე და მერე აქედან იმატება სტრესიდან დაწყებული ბუასილამდე 100 დაავადება. დღის ვიდეოში გეტყვი, რომელი საჭმელი უნდა ჭამო, რომ ეს საჭმელი კარგად გადამუშავდე, ნაწლევების ჯანმრთელობა კარგი იყო, იმიტომ მეგობრებო, ნაწლევის ჯანმრთელობა თუ კარგი იქნება, სრული ჯანმრთელობა ადამიანის კარგი. პირველი არის მეგობრებო, ხლიავის ცირი. ხლიავის ცირში შედის სორბიტოლ, ერთი ალკოჰოლური ბოჭკო არის. ეს ბოჭკო რო შედის ნაწლავებისკენ, შემოაქვს ბევრი წყალი, სითხე, არბილებს, განავალს და მეორე დღე ადამიანი კარგად მიდის, ანუ კუჭი კარგად გადის. ადამიანი ვისაც აჩუქებს ბუასილი ან ქრონიკული კაბზობა. შეიტანე კვებაში, როგორ უნდა ჭამო? ღამე დატოვე წყალში, დილით უზმოზე კარგად. ან დააბლენდერე წყალთან ერთად, ისე დალიე, ბავშვი თუ აქვს კაბზობა ბავშვი. იმათაც შეიძლება უძმოზე დაალევინე 1 საათი არაფერი არ აჭამო და მერე საჭმელის ჭამა შეგიძლია. მეორე არის მეგობრებო, ვაშლი, ანუ ერთი ვაშლი დღეში კონსტიპაცია და კაბზობა რო არ იყო. ინგლისურში ხო არის ნათქვამი, one apple a day keep doctor away. დოქტორ იმიტოა ნათქვამი, რომ თუ ნაწლავი და კუჭი ნაწლავის ჯანმრთელობა კარგი იქნება, ექიმთან ისე მალე ვერ წახვალ. იმიტომ 100 დაავადების კურნალობა მარტო იქიდან შეიძლება. პექტინი არის ერთ-ერთი ხსნადი ბოჭკო მეგობრებო, რომელიც შედის ვაშლში, მაგრამ აქ შეძდომა აკეთებს ადამიანი ყოველთვის გათლილი ჭამს ვაშლი. ყოველთვის ცადე, თუ ჭამეთ თქვენ გათლილი ვაშლი, სათვალე ყველაფერი დაიკარგა. შიგნით დარჩა მარტო ფრუქტოზა და შაქარი, გლუკოზა. შიგნით არაფერი. კანში შედის ეს ბოჭკო, ხსნადი ბოჭკო, პექტინი, რომელიც რო წავა კუჭისკენ, იგივე გააკეთებს როგორც ხლიავის ცირი. წყალი შევა იქით და გაირეცხება კარგად, რბილი იქნება და განავალი ყოველთვის 3 კილო საჭმელი რო ადამიანი ჭამს, დილით რამდენია? ანუ მასიური რო კარგად რო გაიწმინდო კუჭნაწლავი, ეს 2 ხილი, ხან ეს, ხან მეორე. მსხალი მეგობრებო, მესამე არის მსხალი, ესეც კანიანად უნდა ჭამო, ბავშვებს და დიდებს არ აქვს მნიშვნელობა. კანიანად უნდა ჭამო, კანში შედის ეს ბოჭკო და შედის კიდე სორბიტოლი, იგივე არის კუჭნაწლავისკენ რომ მიდის, ეს სამივე ხილი, ერთი და იგივე ეფექტია, რომ გაიწმინდო კუჭნაწლავი, გადამუშავდე ნაჭამი საჭმელი კარგად და დროულად. 90 წამი უნდა ადამიანი ტუალეტში შევიდე, დაჯდე და გასუფთავო კუჭი. ზოგი ადამიანი ნახევარი საათი ზის, 15-20 წუთი დის, ესე არ შეიძლება, მერე დაბლა მიუჭდება ეს წნევა და მერე ბუასილი. 90 წამი მაქსიმუმ უნდა იყო ადამიანი დამჯდარი ჩია. ჩიას თესლი უკვე ყველა მიცის, მაგრამ მაინც მეკითხებიან ჩია როგორ ჭამო, ვის შეუძლია, ვის არ შეუძლია. ჩია შეიძლება ყველა ადამიანს, მაგრამ ადამიანი ვისაც აქვს პროსტატის პრობლემა, იმ ადამიანს დიდი ხანი ჭამა არ შეიძლება. როგორ უნდა ჭამო? ღამე ყოველთვის ერთი სუფრის კოზი წყალში დატოვე, ეს გაფუებული დახდება, საუკეთესო მცენარე პროტეინი შედის, ომეგა-3 შედის, რომელიც კუჭნაწლავი, კანი, თმები ყველაფერისთვის კარგია, ერთ-ერთი საჭმელია, ეს არ არის წამალი და რაღაცები მეგობრებო, მე ყოველთვის საჭმელზე აწემი აქცენტი. მე გეუბნები საჭმელი როგორ უნდა ჭამო, რა უნდა შეიცვალო. წამალი რამე, რომ არ დაგჭირდე მეორედ ცხოვრებაში. ეს ჩია როგორც გაფუებული დახდება ჩიქაში, ისევე ისე შიგნით აფუვდება და მერე წმენდავს
კუჭნაწლავი. დინიდინი არის ერთ-ერთი ფერმენტი, რომელიც შედის კივის ხილში, მეგობრებო, კივისი შედის ექტიდინინ, ერთ-ერთი ფერმენტია, რომელიც საჭმელის გადამუშავებაში მაგრად დაიხმარება. ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ საჭმელი ჭამის მერე არ გადამუშავდება კარგად, კივი საუკეთესოა, ეს მოიტანე კვებაში, კუჭისნაცლავი პრობლემა უწამლოდ მოგვარდება. ხან ვაშლი ჭამე, ხან კივი ჭამე, ხან ჩია ჭამე, ხან ლიავი ჭამე. ერთადერთი ყოველდღე არ შეიძლება. ხან ეს, შეიცვალე, არს მოგბეზრდება და ჯამთელი. შემდეგ ის არის მეგობრებო, იოგურტი და მაწონი. ორივესი შედის პრებიოტიკები. პრებიოტიკები, რომელიც ჩვენი ნაწლავებში, რო ცხოვრობს ჩვენი მეგობარი ბაქტერიები, მაგისი საჭმელია, მეგობარი ბაქტერიები, რასაც ძლიერი იქნება, ეს საუკეთესოა ჩვენი კუჭნაწლავი და კუჭის ჯამთელობისთვის, რომ საჭმელი კარგად გადამუშავდე, იმიტომ უშაქრო მაწონი, უშაქრო იოგურტი ყოველთვის ცადე იყო თქვენი კვებაში. მწვანე ფორთოლიანი ნებისმიერი ბოსტნეული მეგობრებო, შედის იქ პროტეინი და შედის ბოჭკო და კიდე შედის მაგნეზიუმი. ეს ერთ-ერთი კუნთია ჩვენი ნაწლავის, ხო კუნთია. მაგნეზიუმი რო იქნება საკმარისი რაოდენობით, ეს არ დამაგრდება, ეს იქნება რბილი, ეს საუკეთესოა, ეს უნდა იყოს რბილი და ყოველთვის ჩვენი ნებისმიერი კუნთს ჭირდება მაგნიუმი. ნებისმიერი ბოსტნეული, რომელიც მწვანე ფერისა, ფორთლოვანი, ყოველთვის უნდა ჭამო, რომ მაგი ნაკლებობა რო არ ქონდეს. ბოლო არის მეგობრებო, სელის თესლი. აქ შედის ხსნარი და არახსნარი ბოჭკოები, ორივე, რომელიც ჯოგი გადამუშავდება, რომ მიაქ იქ წყალი, ჯოგი ნაჭამის მერე არ გადამუშავდება. ისევე ისე გარეთ მიდის. ეს წმენდა არის ჩვენი, როგორც წმენდავს რაღაცა გაჭედილი, რაღაცა რო წმენდავს, ისევე ესე წმენდავს სელის თესლი ჩვენი ნაწლავს. ეს ინფორმაცია იმედია მოგეწონება, ყოველთვის იქავი ჯამთელი და ბედნიერი და სულ ბავშვებსაც აჭამეს ხილი და ბოსტნეული, რომელიც გითხარი, იმიტომ დღეს ბავშვები ბევრი ფასტფუდები ჭამს და ჰორმონების დარღვევა მიდის პატარა ბავშვებშიც, ინსულინის რეზისტენტობა ერთ-ერთი დიდი პრობლემა გახდა სოფლიოში დღეს. თქვენ ბოჭკო რო იქნება მაგალი, ინსულინი ყოველთვის სენსიტიური იქნება და კარგად გამოიყოფება. კარგად და ჯამთელი.